თუ გსურთ გამართულად შეძლოთ ინგლისურად საუბარი, მაშინ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, ვინაიდან მე ვიდეოს განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ შეგასწავლით მთლიან პროცესს პრაქტიკული მაგალითებით, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ გამართულად თავისუფლად ბუნებრივად შევძლოთ ინგლისურად საუბარი. ჩვენ ძირითადად გამოვიყენებთ ორ რესურსს, ერთის მხრივ ეს იქნება გრამატიკული საფუძვლები, ხოლო მეორეს მხრივ სიტუაციური დიალოგები. მოგესალმებით. დღეს მინდა პრაქტიკულად წარმოგიდგინოთ, თუ როგორ ხდება დიალოგების შესწავლა ვიდეო დიალოგების გამოყენებით. პირველი ეტაპი გახლავთ, ვრთავ ვიდეოს და თავიდან ბოლომდე ვუსმენ ძალიან დიდი ყურადღებით. არ აქვს მნიშვნელობა გავიგებ 10%, 20%, 30 თუ 90%. დავიწყეთ პირველი. Renting a car. I had an exciting weekend planned. ჩავთვალოთ, რომ თავიდან ბოლომდე მოვუსმინე ძალიან ყურადღებით. არ აქვს მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ხას ვსვამ, რამდენი გავიგე. ეტაპი 2. ვაწვევი სათაურს მანქანის ქირაობა, სადაც არის და ჩნდება ტექსტი, ის ტექსტი, რასაც მე დიალოგის განმავლობაში წარმოვთქვავ. ვაწვევი more, აი ქვევით მარჯვენა კუთხეში, რომ სრული ტექსტი გაჩნდეს. ვაბრუნებ ვიდეოს დასაწყისში და ვიდეოს მოსმენასთან ერთად თვალს ვადევნებ როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ წინადადებებს. დავიწყეთ. Renting a car. I had an exciting weekend planned. I wanted to explore some new places outside the city. ეს გახლავთ საფეხური მეორე. დავთვალოთ, რომ ბოლომდე, ესე ვთქვათ, მოვუსმინე და თავიდან ბოლომდე გავაყოლე თვალი, როგორც ინგლისურს, ასევე ქართულ წინადადებებს. ეხლა გადავდივართ მესამე ეტაპზე. მესამე ეტაპი გახლავთ ის, რომ აი ამ ტექსტს საერთოდ გავაქრობ, ვაბრუნებ დასაწყისში ჩემს ვიდეოს და თითოეული წინადადების წარმოთქმისას ვაპაუზებ, ანუ მე ვიდეოში წარმოთქვავ ერთ წინადადებას, შემდეგ ვაპაუზებ და ვცდილობ, რომ მიმიკირება, ანუ მიმსგავსებულად გამოვთქვა იგივე წინადადება. დავიწყეთ. Renting a car. Renting a car. I had an exciting weekend planned. დავაპაუზეთ. I had an exciting weekend planned. და მსგავსად გავდივართ ბოლომდე. მესამე საფეხური. მეოთხე საფეხური. აღარ გჭირდება ვიდეო, უბრალოდ ხსნით ამ ჩვენს ტექსტს. გადავდივართ დიალოგის ნაწილში. დავიწყოთ იმპროვიზირება. წარმოვიდგინოთ, რომ ესე ვთქვათ, ეს გამქირავებელი აგენტი ვინც არის, იმის სათქმელს ვამბობთ, ოდნავ ხმა შევცვალოთ, რომ ესე ვთქვათ, შევიგრძნოთ რეალური დიალოგი. იდეალური ვარიანტია თუ ვინმე გვეყოლება, ესე ვთქვათ, მოსაუბრე პარტნიორი, მასაც ექნება ეს ტექსტი, ერთ წინადადებას ისიტყვის, თქვენ უპასუხებთ თქვენი წინადადებით. თუ არ გვაქვს ეს სიტუაცია, ვაკეთებ. ოდნავ ხმას ვცვლი, რომ რეალური სცენა გავათამაშო. Hi, welcome to Enterprise. Do you have a reservation? ეხლა მე. No, I'd like to rent a car for the weekend. ასე და ამგვარად ვაგრძელებთ ტექსტის ბოლომდე, დასაწყისიდან ბოლომდე. ეს გახლავთ 4, ესე ვთქვათ, საფეხური იმისთვის, რომ ამ ვიდეო დიალოგებიდან ჩვენ წამოვიღოთ სარგებელი და ჩვენ შევძლოთ მსგავს სიტუაციებში მსგავსი წინადადებებით საუბარი. ეხლა ერთ საკითხს ვახსენებ. ამ დიალოგების შესწავლა ბუნებრივია თითოეული წინადადება მოიცავს გრამატიკულ საკითხებსაც. შესაძლებელია ამ დიალოგების, აი ამგვარად შესწავლა, ეხლა ჩვენ რაც რის იმპროვიზაციას გავაკეთეთ 4 ნაბიჯის სახით. თუმცა თუ მეტი სიღრმისეული შესწავლა გჭირდება გრამატიკული,
ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ გრამატიკის ნაწილში და ის შევისწავლოთ ძალიან საფუძვლიანად. ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სხვა ადამიანთან, გარდა ამ დიალოგური ფრაზებისა, რას შვები, როგორ ახარ, ახალი სამსახური იშოვე, კმაყოფილი ხარ, მე აქედან ვპასუხობ კი, კმაყოფილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად ხდება, რომ ჩვენ ამბებს ვყვებით. ამბის მოყოლა ოდნავ ცდება ამ დიალოგურ ფრაზებს. ოდნავ კი არა, საკმაოდ ცდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვაქვს სურვილი, რომ დიალოგების მიღმაც, ესე ვთქვათ, ამ მოკლე ფრაზეოლოგიის მიღმაც შეგვეძლოს გრძელი წინადადებების ქრონოლოგიურად წარმოთქმა და ამბის მოყოლა ადამიანისთვის. აი აქ კიდევ ერთხელ ძალიან დაგვჭირდება ჩვენ გრამატიკული საფუძველი და წინადადების ფორმები. აი ეხლა ამ ნაწილს აქ ვასრულებთ და გადავინაცვლოთ გრამატიკისკენ. გრამატიკის ნაწილში 3 საკითხი შევარჩიოთ. პირველი მოდალური ზმნა, მეორე ერთ-ერთი დრო და მესამე წინადადების სტრუქტურები. ეს სამეული ჩვენ დაგვეხმარება ბევრად სიღრმისეულად და გამართულად შევძლოთ ინგლისურად საუბარი. მოდალური ზმნა should თავისი, ესე ვთქვათ, მნიშვნელობით ქართულად ნიშნავს უნდას. ძალიან კარგად უნდა გავიგოთ ეს თეორიული ნაწილი, რაც ამ გვერდზე არის მოცემული. ეხლა ძალიან სიღრმეებში ეხლა არჩევთ, უბრალოდ პრინციპს აგიხსნით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს თქვენ და სასარგებლოდ. გავიგე რა should არის უნდა, ესეთი რბილი ფორმა, რჩევითი, ზოგჯერ სინანულის ხასიათიც ახლავს. გადავდივარ მაგალითებზე და ჩემი ამოცანა. პირველ რიგში გავიაზრო კარგად ეს მაგალითები და შემდეგ ეს მაგალითები განვათავსო დიალოგების, ასე ვთქვათ, ფორმატში. მაგალითად, შენ უფრო ბეჯითად უნდა იმეცადინო. You should study harder. რამდენი წინადადება შემიძლია ამაზე შევადგინო? იმდენი, რამდენი ზმნაც არსებობს. 400-500 ზმნა არსებობს, 400-დან 500 ზმნამდეა მე მგონი ინგლისურში. შენ უნდა ივარჯიშო. You should work out. შენ უნდა დაისვენო. You should take a break. შენ უნდა დამირეკო. You should call me. შენ უნდა იმოგზაურო. You should travel. უამრავი წინადადებები. და ერთ რაღაცა გავითვალისწინოთ, ყოველთვის ქართულად შეადგინეთ წინადადება. მერე ის თარგმნით ინგლისურად იმ წითელი სიტყვების გამოყენებით, რაც მოცემული არის აქ. ეხლა გადავიტანოთ ეს მაგალითად რომელიმე დიალოგში. შევხვდი ვიღაცას, ჩავიჭყიდეთ ერთ დიალოგში, სადაც ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს ხვდება ლიფტთან და მიდის საუბარი წინ და უკან და ეხლა რაღაცა სცენას ვაკეთებ, რომ ის მეკითხება, სანდრო, შენ უნდა გასინჯო ადგილობრივი გემრიელობები. Sandro, you should try out local delicacies. და გამომივიდა ამ დიალოგში ჩავრთე. აი ეს ინფორმაცია. მოდით ეხლა გადავიდეთ დროებზე. აქაც ეხლა არ შევეხებით სიღრმისეულად, პრინციპს აგეხსნით, ანუ გავიგე რა შინაარსობრივად რაზე ვსაუბრობ ამ ვიდეოში, გადავედი ამ თეორიულ ნაწილში, გავიაზრე ყველაფერი და მაგალითები. ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში 20-20-დან. წითელ სიტყვებს აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ, იმიტომ რომ ეს სიტყვებია, რაც ამ დროებს განსაზღვრავს. მოგეთ ეს ამოქმედება წარსულში დაიწყო, ეხლა გრძელდება ფორმულა have been და ინგიანი. ეს თეორიაში მოცემულია. We have been living in America since 2020. რამდენი წინადადება შემიძლია შევადგინო? იმდენი, რამდენი ზმნაც არსებობს ინგლისურში. მაგალითად, კიდევ ერთხელ ქართულ ინგლისურად. ჯერ სავარჯიშოს ვაკეთებთ, რომ ეს ინფორმაცია კარგად გავიაზროთ. დილიდან ვარჯიშობ. I've been working out since morning. 2 საათია გელოდები. I've been waiting for you for 2 hours. და ასე შემდეგ. ეხლა ავიღე ეს ინფორმაცია, გადამაქვს დიალოგებში და პატარა სცენას გავითამაშებ საკუთარ თავთან. პოლიციამ გამაჩერა სიტყვაზე, დიალოგი შედგა, კითხვებს მისვეს, პასუხებს ვაძლევ და მე მეუბნება, რამდენი ხანია ცხოვრობ ამერიკაში? მეს ვიცი უკვე ეს ინფორმაცია და ვეუბნები, I've been living in America since 2020. აი ამგვარად შეიძლება აი ამ დროების მოდალური ზმნების გამოყენება დიალოგებში. მესამე, ეხლა ჩვენ საუბარი გვაქვს წინადადების სტრუქტურაზე. წინადადების სტრუქტურაზე, როდესაც ჩვენ სხვადასხვა სტრუქტურაზე, რომლის გამოყენებითაც ჩვენ ასე ვთქვათ, დიალოგში ამბავს უყვებით ერთი მეორეს.
აი ამგვარად მქონდა და ეხლაც დაჯგუფებული, მაგალითად when და before ერთად ძალიან კარგად მუშაობს. When I got home, I rested before making dinner. როცა სახლში მივედი, დავისვენე სანამ ვახშამს გავამზადე. Just as plus until ძალიან კაი კომბინაცია. Just as I was leaving, it started raining, so I waited until it stopped. როგორც კი გავდიოდი, აი გასვლისას, წვიმა დაიწყო, ამიტომ დაველოდე სანამ შეწყდებოდა. ამბავს ყვები. ამბავს მოყოლა. მოკლედ, აი ესეთი თემები გახლავთ. აი ამ წინადადების სტრუქტურები აქ რაცაა მოცემული, ყველაზე ვიდეო არ მაქვს გაკეთებული, ძირითადად ზემოქვს აქედან ვიდეო გაკეთებული, თუმცა ამას იქეთ კიდე არის ფორმები, რაც შემიძლია დაუშვათ დამატებითი მასალის სახით მოგაწოდოთ. მოგები, გრამატიკის საფუძვლები, წინადადების სტრუქტურები. ეს სამივე ერთად უდრის გამართულ სალაპარაკო ინგლისურს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და მოგაწოდეთ სამივე მასალას. დიდი მადლობა.